დღეს ჩემი სტუმარია Young Mike. რეპერი ბევრად წინ ხარ, იმედი არ მიწყენ, ვიდრე როგორც წამყვანი რა გამოვიდა ახლა. რეპერი რო იყო, მაგიტო ვიცით, მაგის ინტერვიუები, მაგიტო დაგვაინტერესა. გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო. განუყურებთ გადაცემას გაუგებარი. მე გახლავართ Young Mike და დღეს ჩემი სტუმარია Young Mike. ესე შეგეძლო ფეშლაიფი მოგეწვიან ბარკალან მიშკა, მაგრამ მაინც Young Mike მივღებთ იმისა, რომ შეგვიძლიათ Young Mike. ხო, მაგრამ ესე უფრო საინტერესოა. რა მოგიყვანა გაუგებარში? შენ მომიყვანე? არა, ეს ხო, მაგრამ რაღაცა არ გაქვს, რაღაც გინდა რომ გაგვიზიარო, რომ სათქმელი დაგროვილია, რა ვიცი. აი, რა მომიყვანა და ვუყურებ გადაცემას, თვალს ვადევნებ. ცუდი არ არის, ნამდვილად. ნიჭიერი ადამიანი ხარ, ესეც გეხერხება, რაღაც დონეზე გამოგდის, თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც რეპერი ბევრად წინ ხარ, იმედი არ მიწყენ, ვიდრე როგორც წამყვანი და შეგიძლია როგორც რეპერმა უფრო, ასე ვთქვათ, გამოსადეგარი და მნიშვნელოვანი რაღაცები გააკეთო, ვიდრე გადაცემის წაყვანა არის. ეს არის შენი გულის ტკივილი? ხო, ეს არის და მინდა რომ რაღაც იმას აქნა რა, დაასრულო, ეს კარგი იყო. ვისიამოვნეთ, გნახეთ ამ ამპლუაშიც და მინდა რომ რაღაცა უფრო ისეთ მოკიდო ხელი, რასაც მეტი ხალისით და ენთუზიაზმით გააკეთებ შენც და მეც შემოგიერთდები და რავი, ერთნი ვართ პრინციპში. კარგი, რას დალევ შენ? მე არაფერს არ დავლე, მე არ სვავ. და რა გამოვიდა ეხლა ისთვის? შენ სვავ? არა, მე რანაირად. არა, ნუ ხანდახან, მაგრამ რა ვიცი, ხო. შენ თუ არ დალევა, მე ვერც არ დავლივად მაშინ. ხო, ნუ სასმლის გარეშე შეიძლება. ბარებთან გქონია ისე შეხება სასმელთან, რა დამოკიდებულება გაქვს? კი, მქონია ბარებთან შეხება და რა ვიცი, ჩემი აზრით დროის ფუჭი ფლანგვა არის რა რაღაც მხრივ რა. არა, დასაშვები არის და მისაღები არის რაღაც დოზით, მაგრამ საბოლოო ჯამში გონია რომ ბევრს არაფერს არ გმატებს რა. კი არა და არაფერს არ გმატებს რა. ყველაფერი ის ხალისობა თუ რაღაცა შეგიძლია ისედაც გაატარო კარგი დრო აი მალიაკოთის გარეშე. კარგი და შენი საყვარელი ბარი რა არის? ჩემი საყვარელი ბარი, ხა რამდენად ჩემი საყვარელი ბარი არის, არ ვიცი, მაგრამ აი ხო იცი რაღაც რომ გაგეჭედება რა გონებაში და სულ გიტრიალებს რა, ეს მიტრიალებს რა, ლამის მთელი ცხოვრება არის რა. გეიმის ბარი არის სიმღერიდან One Blood, ends in New York, know how to throw up the west side. ანუ ტიპები ნიუ იორკში იციან როგორ აჩვენონ west side-იო რა, ეს ხო ნუ ისეთი რაღაც word play და რაღაც ამაში არ არის, მაგრამ თვითონ შინაარსობრივად რაღაცნაირი ფლექსი არის რა, რომ ნუ West Coast-ი დასავლეთი ისეთ იმხელა მასშტაბებზე გავიდაო, რომ აი ნიუ-იორკშიც კი იციან როგორ გააკეთონ ესო, ხა შეიძლება არ იცის, ანუ უბრალოდ კონკრეტულად ესე უნდა ხსენება, მაგრამ აგერ საქართველოშიც კი ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ. შენი საყვარელი ბარი რა არის? ჩემი აი ხა რაც მახსენდება, ეს ბევრი ბარი არსებობს და ვიტყვი ჩემ ბარს, რომელიც გამოვიყენე ბეთლში, ამ ბეთლისთვის არ იყო სინამდვილეში დაწერილი. ეს იყო ჩემი და სერხიოს ერთობლივი ალბომიდან და დაახლოებით ესეთი ბარი არის, მე რამდენჯერმე ცოტა გადმოვაკეთე. მაიკი ცოცხალი ლეგენდა არის, შენ ლეგენდა ვერ იქნები მკვდარიც. და ვფიქრობ, რომ ესეთი არის რა, underrated ბარი არის და ვისურვებდი მეტი ესეთი ბარის მოსმენას. კი, კაია, მეც მომწონს ნამდვილად. კაი, გადავიდეთ challenge-ზე. მიდი აბა. აი რაღაც შეკითხვებს დაგისვა, რომ ეს თუ ეს და უბრალოდ მაყურებელს რომ შენი აზრი მე მგონი ესე უფრო ლოგიკური იქნება. ქართული რეპი თუ ინგლისური? ანუ როცა აღმოვაჩინე რეპი რა, აუღიქვი
ნუ ამერიკული არის ისედაც როცა აღმოჩნდა ეხლაც ესე არის. გინდა არ გინდა და არა უბრალოდ ალბათ ინგლისური იმიტომ რომ ვიფიქრე რომ შემეძლო ეს რომ ეს უნდა ყოფილიყო ინგლისურად და უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ისეთი როგორც ასე ვთქვათ ორიგინალში არის და მე ჩავთვალე და ისე ავღიქვი მაშინაც ბავშვობაში რომ ამის პოტენციალი მქონდა რომ მე გამეკეთებინა ესეთი დონით თუ ესეთი ხარისხით რა. ნუ მართალია წლები დამჭირდა რომ მართლა მიმიახლოვებინა თუნდაც ინგლისური გამოთქმა და ამ ჟანრის აღქმა მუსიკალურად რომ ისეთი იყოს, ისე იყოს ტექსტი დაწერილი, ისე იყოს შესრულებული, ისე იყოს შეკრული და კიდევ შეიძლება ამის დახვეწა ალბათ უსასრულოდ შეიძლება. თუმცა თავიდანვე მქონდა ეს განცდა რომ ეს შემიძლია და რა თქმა უნდა ხა დასაწყისში არ იყო ისეთი რა არის გასაკვირი, მაგრამ იმ რწმენით ვაკეთებდი, რომ ეს უკვე არის ისეთი, რომ შეიძლება მოასმენინო თელ სოფლიოს და საერთოდ ალბათ ეს უნდა კონდეს რა ყოველას განწყობა. ქართული რეპი, ანუ ქართულმა რეპმა მომცა იმის საშუალება, რომ ის დაგროვილი ცოდნა, ასე ვთქვათ, ბრწყალებში გადმომეთარგმნა, გადმომექართულებინა რა, რაც ის ასე ვთქვათ ორიგინალში მქონდა ნასწავლი და ამას ცალკე მუღამი დაუჭირე, რომ რა მაგარი არის, რაღაცა ინგლისურად ვიცი, როგორ კეთდება მიახლოებით და ეხლა ამას ქართულ ენას მოვარგებ და ეს ცალკე სიამოვნება იყო და ცალკე აღმოჩენა იყო. თუმცა თუ ორს შორის უნდა ავირჩიო, ალბათ ავირჩევ მაინც ინგლისურ რეპს, იმიტომ რომ უფრო მეტი დროც მაქვს დათმობილი და ხო რა ამ ორში ესე ავირჩევდი და ისე ორივე მიყვარს. კარგი. ემინემი თუ ტუპაკი? ემინემი და ტუპაკს შორის, ანუ ორივეს თავისი ადგილი აქვს. თუმცა ავირჩევდი ტუპაკს. და რატო? ანუ ემინემი არის ჩემი საყვარელი რეპერი, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ მისით დავიწყე და არც ვიცოდი მაშინ ემინემი რომ აღმოვაჩინე, ჯერ ტუპაკი არც ვიცოდი. და რაღაც ძალიან მომეწონა რა თვითონ როგორ თქვა, როგორც ქონდა თავის შემოქმედება შეკრული, ანუ რა ტექნიკურად გულისხმობ ძირითადად. და რაღაც მაგ გზას და მაგ ასე ვთქვათ, მაგ მონახაზს მივყვებოდი დიდი ხანი და ეს იყო ასე ვთქვათ, აი თავარი ეტალონი რა ამ ჟანრის რა ესე მზადდება ეს. თუმცა მერე უკვე როდესაც დამიგროვდა რაღაც ცოდნა და აღქმა, შეიძლება ტექნიკურად ტუპაკი არ იყოს ისეთი რა ქვია, ძალიან ნიუანსებში რო გადის, თუმცა რა ვთვლი რომ რასაც ტუპაკმა გააკეთა, არის გაცილებით უფრო დიდი მუსიკალურად და იმას არ გულისხმობ ზოგმა ვიცი რომ ტუპაკს მაგარი ინტერვიუები აქვს და ტუპაკი ესე რაღაც მაგარი საზოგადო მოღვაწე თუ რაღაცა იყო. პირველ რიგში მუსიკოსი და რეპერი რო იყო, მაგიტო ვიცით მაგის ინტერვიუები, მაგიტო დაგვაინტერესა. იმიტომ რომ არ გვაქვს იმის უნარი, რომ ბოლომდე ავღიქვათ მუსიკა და მუსიკალურად ადამიანი და ამიტომ ჩვენთვის უფრო მარტივია რომ ინტერვიუთ შევაფასოთ. ვფიქრობ რომ ტუპაკი არის ერთადერთი გენიოსი არის ალბათ ამ ჟანრის. არ ვთვლი რომ სხვა გენიოსი ყავს ამ ჟანრს, არიან ძალიან მაგრები, მაგრამ აი გენიოსი ტუპაკი არის რა და ანუ ის იდეა რაც სხვას სჭირდება რომ სიმღერა ან ალბომი ან მთელი კარიერა დაუთმოს და ჩაატიოს, შეუძლია რომ ერთ-ორ ბარში გადმოქცეს რა. აი ამომწურავი არის და ძალიან მრავლის მომცველი რა და დღემდე რო უსმენ სიახლის აღმოჩენის პერსპექტივით უსმენ სულ რა. რეპი თუ კინო? ნუ რეპი რა, რო არ გავაღრმავო, მაინც რეპი. თუმცა კინო ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი რამეა. და სადღაც ალბათ რაღაც მომენტში, ნუ მე ყოველთვის არის რაღაც კვეთები რა, აი თუნდაც ჩემი აზრით ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი არის ჯიმ ჯარმუში და
თვითონ თulis და ყოველთვის იყენებს აი Wu-Tang Clan-ის წევრები ფილმშიც ყავს გადაღებული მათ საუნდტრეკებსაც და ძალიან რაღაც უსაუბრია კიდევაც ამაზე თუ არ ვცდები რომ რაღაც ყვეთას ხედავს რა რეპს და კინოს შორის. თუმცა მე მაინც ვთვლი რომ კინო არის ვიზუალური ხელოვნება პირველ რიგში და ეს ზემოდან დამატებული ეს აუდიო მხარე ეს სიახლეა შეიძლება ითქვას და რაღაც ის არის ანუ თავარი იარაღი არის ვიზუალი კინორეჟისორის და რეპერის თავარი იარაღი აუცილებლად არის ხმა და არა ვიზუალური მხარე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ვიზუალს და იმას რა ქვია ხმას მინიმალურს. მაგრამ ამ ორში ვიჩევ რეპს. ძალიან კარგი, ხო არ გაგვერეპა? გავრეპოთ. მიკროფონ მესამე მაიკიც დაგჭირდება. Okay. Hey. Bring the vibe on the track. მობიდა მუზა და გამეხსნა გონება დავწერე ბერცი და ბიგრები BTM გოგოს რო კითხომე ბიქნები პირველი ბიჭი ანუ ნუმერო 1 როგორც ჩემი ძირძველი ჰიტი გულაო ბიძე და არ ვიცი სად არის ტიბი და ხიდი ადრე თუ ცხოგულზე რამეს ვაკეთებდი ახლა ვარ საკმაოდ ცივი და მშვიდი ზულვარ მე უნდა ვუყვარდე ვერაფერი დამაკერი სულ ვამხნეთ ვისწავლე რო არ უნდა დავხურდავდე ჩემი სახე უნდა იყოს ჟურნალზე თბილისელი ტიპი ვარ და ურბანზე მინდა ისე გაბაკეთო საქართველოს დაბანახო ამერიკას დედამიწის რუქაზე I'm actually doing what they only talking about when they should be switching the topic and nothing the devil will do will top it got us a plan and you couldn't stop it Blexi's fine as bombers all over rhymes sitting behind him making them threats knowing damn well you're not even good at keeping a promise რომ მორფუდე რომ რასაც ვაკეთებ მართლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ალბათ საერთოდ არ გაბაკეთებ კითხეს ვინ არის ჩემი სამი მე და ბოლო ორ ციფრს არ მასახელებ ბიზნეს თუ მეხსიერება უტრაკაც რა პრობლემაა თავს გაბახსნებ და მე თუ არიცის ვინ ვარ თავს გაბაცნობ ნუ ღარ გძინავს დილამ შვიდობეს ბიჭ გამარჯობ არატო სულელებთან არ ვკამათობ ვინმე თუ შემორჩა ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს ვიყავი სურეალისტი როგორც სალვადორ დალი რისიც მე თვითონ არ მჯერა საერთოდ არ ვამბობ ნახე young ბებეროვის მაიკმა რა დადო შემახალ ტრეკებს უკეთ და ფასებ როცა გაბადრო გვენახეთ გადაცემა გაუგებარის ფინალური ეპიზოდი მე გახლავართ young მაიკი ჩემი სტუმარი იყო young მაიკი წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი შედეგად ალგორითმი აირია ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად აინტერესებთ ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკვდა ნახვები გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან შევქმნით ცალკე არხი სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ თუ გაინტერესებს ჩემი ინგლისური შემოქმედებაც გამოიწერე Cash Life